უფლებადამცველთა გაერთიანება ელიტ ელექტრონიკთან დაკავშირებით ანზორ ქოქოლაძის საქმეზე გამოძიების დაწყებას ითხოვს. როგორც დღეს გამართულ ბრიფინგზე არასამთავრობო ორგანიზაციის თავმჯდომარე ნიკოლოზ მჟავანაძემ განაცხადა, მას შემდეგ რაც ქოქოლაძე ხელისუფლებამ საკუთარი ჯიბის ბიზნესმენად ვერ აქცია, მის წინააღმდეგ აქტიური ბრძოლა და შეტევა დაიწყო. მისი თქმით, ქოქოლაძის ბიზნესი უშუალოდ სააკაშვილის, მელაბიშვილისა და ადოიშვილის მითითებით წაართვეს. ნიკოლოზ მჟავანაძე მიიჩნევს, რომ აღნიშნული საქმე ბევრ კითხვას იწვევს და ახალმა ხელისუფლებამ სრულფასოვნად უნდა გამოიწვიოს. მჟავანაძე იმედს გამოთქვამს, რომ სამართლიანი სასამართლოს პირობებში ანზორ ქოქოლაძის კუთვნილი ქონება დაუბრუნდება. ის არაფინანსებდა ნაციონალურ მოძრაობას, ის არდებდა ფულს უაზრო პროექტებში მიხეილ სააკაშვილისა, სწორედ ამიტომ დაისაჯა ეს ადამიანი და გაქორწინდა რეპრესიები მისმა წაართვეს მის მიერ შექმნილი კომპანია ელიტ ელექტრონიქსი. ჩვენ მოუწოდოთ ახალ ხელისუფლებას, რომ გამოიწვიოს ეს საქმე. აქ ძალიან ბევრი დამნაშავის გვარი ამოტივტივდება და ელიტ ელექტრონიქსი უნდა დაუბრუნდეს თავის ყოფილ მესაკუთრეს.